დააკავეს კაცი, რომელმაც კახეთში სასტუმროს ნომერში რუსულენოვან ტურისტს დაარტყა, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, თელავში ქორწილის მიმდინარეობისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი საქართველოსგან რუსი ტურისტების უფლებების დაცვას მოითხოვს. დავით ცეცხლაძე ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელებში გახშირდა რუსი ტურისტების შეურაცხმყოფელი კადრები. თუ სახელმწიფო ინსტიტუტებს არ შეუძლიათ მათი უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, სჯობს საზღვარის საერთოდ ჩაკეტოთ, აცხადებს ცეცხლაძე. სვანეთის სოფელ ყარსგურიში რამდენიმე დღეა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ნატავიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-მდე პირი, მათ შორის ბაშუქ ჩხუმიანი, რომელსაც ემიგრანტი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გამოკითხვაზე დაიბარეს თავად ვიბლიანიც, როგორც ისყვება 9 წლის ასაკიდან სისტემური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. რიყის დოქების ტერიტორია შემოღობეს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. დემონტაჟი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიწყება. თბილისის მერიამ იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის დაპროექტებული ნაგებობის დაანგრევის ნებართვა გასცა. როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, რიყის დოქები უფუნქციო და ნაგვის ბუდეთ ქცეული შენობა იყო.